საფინანსო სექტორში ცვლილებებია. ბაზარზე მიკრობანკები გამოჩნდნენ MBC-ის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის ლიცენზია კრისტელს მიანიჭა. ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციების მთავარი სეგმენტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება არის მოლოდინი, რომ ალტერნატიულ დაფინანსებამ წვდომა, მათ შორის დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა მიკრობანკების მომხმარებლებისთვის სასესხო პროდუქტები უნდა გააიაფოს. ამ ფონზე კი ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიკრობანკების ბაზარზე გადასვლით მისოების სექტორი დაახლოებით 30%-ით შემცირდა, ხოლო ბაზარზე სალომბარდე და სამომხმარებლო სესხების წილი კიდევ უფრო გაიზარდა. რა იცვლება საფინანსო ბაზარზე მიკრობანკების გამოჩენით, რამდენად შეძლებენ ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციები ბანკებისთვის კონკურენციის გაწევას და როგორ დაასრულა თავად მიკროსაფინანსო სექტორმა 2024 წელი სტუმართან, კრისტალის გენერალურ დირექტორთან ილია რევიესთან ერთად ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. მოგესალმებით, ბატონო ილია. მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და გილოცავთ ლიცენზიას, რომელსაც დაახლოებით 1 წელი ცოტა მეტი კრისტალი ელოდა. რომ ვისაუბროთ, რას ნიშნავს ბაზარზე უკვე მიკრობანკების გამოჩენა თქვენი სახით მეორე მიკრობანკის და რა სეგმენტზე გაკეთებთ ფოკუსირებას უკვე ახალი სტატუსით. მადლობთ ნუცა. პრინციპში ცოტა შორიდან დავიწყებ. მიკრობანკების გამოჩენა ეს იდეაში ნაწილია იმ მნიშვნელოვანი რეფორმის, რომელიც დაიწყო 2023 წელს პარლამენტში დამტკიცებით მიკრობანკების შესახებ კანონის. იდეა ამის უკან დგას მეტი ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უშუალოდ მეწარმეებისთვის და აგროსექტორისათვის, ხომ? მოგესალმებით, ჩვენ გვაქვს კონკრეტული დათქმები ამ კანონის უკან, რომ მიკრობანკების პორტფელში 50%-ზე მეტი აუცილებლად სამეწარმეო და აგრო საქმიანობისთვის უნდა იყოს სესხები გაცემული და კრედიტები, რომელიც 2 წლის განმავლობაში 70%-მდე იზრდება კიდეც. და როგორი არის უკვე თქვენი გეგმები, აი რამდენად უფრო დიდი მოცულობის სეგმენტის დაკრედიტება შეძლებს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მილიონლარამდე იზრდება უკვე ზღვარი, ნაცვლად 100,000-ისე, რაც შეფასებით უკვე დაბალი ზღვარი იყო და რაზე გექნებათ აქცენტი უახლოეს პერიოდში, რას გეკმავს კრისტალი? ცხადია. მიკრობანკებს გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ, ამ შემთხვევაში ეს არის მთელი ფინანსური სექტორის მაქსიმუმ 2% და შემდგომ უკვე უნდა კომერციული ბანკის ლიცენზია ავიღოთ. ჯერჯერობით, ასე რომ ვთქვათ, ზრდის 4 მაგი პოტენციალი არსებობს დღევანდელი მოცემულობით, კრისტალი 9 მილიარდ ლარს გაცდა პორტფელში. ამას ხედავთ, რომ დაახლოებით 3 წელიწადში მაქსიმუმ ალბათ გავორმაგდებით, გამომდინარე მოთხოვნიდან, რასაც ხედავ და იქიდანაც რომ რადგანაც შევძლებთ, როგორც ახსენეთ, უკვე საშუალო მეწარმეების დაკრედიტებას, ხო? ანუ 100,000 ლარს ზევით, ეს ძალიან საინტერესო ბაზარია. ფიქრობ, არც ისე კარგად მომსახურებული რეალურად დღეს სხვა კონკურენტების მიერ. და აი მოლოდინები როგორი არის, თქვათ, ხშირად არის ხოლმე რომ 100% განაკვეთები, რაც ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება, ეს მცირე ბიზნესი, მომხმარებელი, რიგით ფიზიკური პირი თუ იურიდიული პირი, ბიზნეს სექტორი როგორ შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ აი თავიდანვე როდესაც დაინიციერდა ეროვნული ბანკის მხრიდან ეს ინიციატივა იყო, რომ ამან გარკვეულწილად უნდა გაიაფოს ის 100% განაკვეთები, რაც ბაზარზე არის და შეიძლება თქვათ, თქვენი გადმოსახედიდან სავარაუდოდ შეიძლება მეტი რისკიანობით გამოირჩევენ ეს მცირე და მიკრო მეწარმეები რაღაცა ტიპის ორგანიზაციებთან შედარებით. ხო, რამდენად არსებობს პოტენციალი, რომ თუნდაც ახალ მაგალითად წყაროზე დაფინანსების წვდომაზე შედეგად რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიაფთეს სესხები ამ ტიპის სეგმენტისთვის. დიახ. ნუ როგორც მოგესალმებით, ფას წარმოქმნა უშუალოდ ფინანსურ პროდუქტში ბევრი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის რისკი ერთ-ერთი კომპონენტი არის აქ და ასევე საბაზისო განაკვეთები, იქნება ეს ფედერალური სარეზერვო განაკვეთი, ევროპის ცენტრალური ბანკი თუ მონეტარული პოლიტიკა, ხომ? და ამას უკვე ემატება, ასე რომ ვთქვათ, მომსახურების ხარჯი, რომელსაც ორგანიზაციების წევენ. მე არ ვიტყოდი მაინც და მაინც რომ მცირე მეწარმეები უფრო მეტი რისკით გამოირჩევიან, შეიძლება მათ ცოტა ფორმალიზაცია აკლიათ ამ ეტაპზე, რაც იწვევს ამ, ასე რომ ვთქვათ, რისკის დამატებით პრემიუმებს. თუმცა აი ამ ბაზარზე სწორი მუშაობით, მათ ფორმალიზაციაში დახმარებით მოგესალმებით ჩვენ. ბევრი პროგრამები ამასთან დაკავშირებით ადრეს ქონდა და გავაგრძელებთ კიდეც. ეს რისკის პრემიუმი დარწმუნებული შემცირდება. რაც შეეხება ფასის მეორე ნაწილს, რაც არის, რომ ჩვენ სახსრებს ვიზიდავთ უცხოეთიდან ძირითადში, ანუ 20-ზე მეტი პარტნიორი გვაქვს, ევროპული ფონდებია ეს მეტწილად და აგრეთვე ადგილობრივ ბაზარზე. აქ ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა შეგვექმნება უკვე მიკრობანკის ლიცენზია, ეს არის ადგილობრივი დეპოზიტების ბაზარზე წვდომა, რაც მოგესალმებით ძალიან მნიშვნელოვანია და ამით აქამდე მხოლოდ კომერციული ბანკები სარგებლობდნენ.
აი კომერციული ბანკები ახსენეთ რამდენად შეძლებს ალბათ უფრო გამეტად გააქტიურდება ხო კონკურენცია ბანკებთან აი ამ სეგმენტში მაინც რადგან თქო კომერციული ბანკებიც აკრედიტებენ ხო ამ მიმართულებას. აი როგორ ფიქრობთ რა რითი შეიძლება მოხიბლონ ასე თქო თქვენი ტიპის ორგანიზაციებმა მიკრობანკებმა რომ თუნდაც დარჩნენ ის ორგანიზაციები უკვე გაზრდილი შესაძლებლობებით უშუალოდ თქვენთან. დიახ, პირველ რიგში ვიტყოდი ჩვენ ყოველთვის კონკურირებდით სერვისის ხარისხით და ამ კონკრეტული სეგმენტის კარგი ცოდნით, რაც გრძელდება, და ძლიერდება კიდეც. ეგრეთ წოდებული არაფორმალური ეკონომიკური სეგმენტი და აგრეთვე ეს ასე ვთქვათ, ნაკლებ ფორმალიზებული ეკონომიკური სეგმენტის დაკრედიტებით. ცოდნა აი ამ ბიზნესების, უშუალოდ იქნება ეს მცირე ვაჭრობის, ასე ვთქვათ, კომპანიები თუ მეწარმეები მცირე და საშუალო აგრომეურნეობები არის ის, რაც ჩვენ გამოგვარჩევდა და ეს არის ჩვენი ნოუ-ჰაუ. აქ სწორად რისკების შეფასება, შესაბამისად სწორი პროდუქტების შეთავაზებას, მათ შორის მსგავსი ტიპის კლიენტებისათვის. და შემდგომ უკვე ამას წამოეწევა, რა თქმა უნდა, საფასო, ასე ვთქვათ, შეღავათიც, რომელსაც მივიღებთ, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდირებულ პროგრამებში მონაწილეობით, როგორც არის აწარმოების საქართველო. ვახსენეთ დეპოზიტებით, ხო, ადრე ეს ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია, რომ ანაბრების მიღების საშუალება ექნებათ მიკრობანკებს. აქ რამდენად აი შეძლებთ ამ ნაწილში იგივე კონკურენციის გაწევას, ვთქვათ, არის მოსაზრება რა, ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ აი მაგალითად უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საბანკო სექტორში შედარებით დაბალი განაკვეთია, ვიდრე იგივე ლარის დეპოზიტებზე, ხო? აი რა ნიშის დაკავებას რამდენად მოზიდვას შეძლებს შეძლებენ მიკრობანკები და ამ ნაწილში კონკურენციის გაწევას. გამოგიტყდებით, რომ უკვე დაწყებული გვაქვს ეს მოზიდვა, ჩვენ ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროდუქტი ბაზარზე უკვე გამოვუშვეთ, მონეტა, ესე ქვია. და მის ფარგლებში გარკვეული საკმაოდ სწრაფად მოვიზიდეთ თანხები. მათ შორის სავალუტო ანაბრებზე ძალიან კონკურენტული განაკვეთებით შედარებით კომერციულ ბანკებთან და ასევე ლარის ბაზარზე. ეს მოგეხსენებათ, არც ლარში არის ახლა დაბალი განაკვეთები და შესაბამისად ვფიქრობ ძალიან კარგად გავუწევთ აქ კონკურენციას. მინდა გკითხოთ 2024 წლის შეჯამებაზე, რადგან თქვენ 2024 წელი დაასრულეთ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. როგორი წელი იყო იგივე თქვენი კრისტალისთვის, რადგან აი ჩვენ ვნახეთ, რომ შედარებით ისეთი მერყეობით და ნეგატიური მოლოდინების წამოწევითაც ხასიათდებოდა განსაკუთრებით წლის ბოლო მეოთხე კვარტალი. როგორ შეიძლება შევაჯამოთ 24 წელი დაკრედიტებაზე მოთხოვნა რამდენად შეინარჩუნა და ტენდენციები როგორ იყო, რითიც ალბათ გაგრძელდა უკვე 25 წელიც. ვფიქრობ, აი ფართე კონტექსტში რო ვისაუბროთ, ვინაიდან ჩვენ მაინც ძირითადად რეგიონებში ვმუშაობთ, ნაკლებად დაეტყო რეგიონებს დაკრედიტების მიმართ მოთხოვნა არ შემცირებულა ნამდვილად და შესაბამისად ჩვენც რა თქმა უნდა ვემსახურებოდით ჩვენ მომხმარებლებს. ფინანსურ შედეგებს რაც შეეხება 4 წელია ზედიზედ მუდმივ გაუმჯობესება გვაქვს. ამ ჯერზე ჩვენ დავაფიქსირეთ 22% ამონაგები კაპიტალზე წლიური, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო ორგანიზაციისთვის და ეს გაუმჯობესების ტრენდი მით უფრო ასე ვთქვათ, თუ ყველაფერი შენარჩუნდა როგორც არის და მაკროგარემო იქნება სტაბილური, გაუმჯობესდება კიდევ წელსაც. ანუ როგორც თქვით, ეს რეგიონებში, რაც თქვენი თავი სეგმენტი ეს დაკრედიტებაზე მოთხოვნა არ შემცირებულა და იყო მაინც მზარდი მიმართულება. ზოგადად მოლოდინებთან დაკავშირებით რაც რომ ვისაუბრეთ, ანუ სულ ვსაუბრობთ, რომ რა თქმა უნდა, როგორც კომერციული ბანკების, ასევე სხვა საფინანსო ორგანიზაციები მნიშვნელოვანი წილად არიან დამოკიდებულები იმ განაკვეთებზე, რაც არსებობს ქვეყანაში, მათ შორის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს. წელი დაიწყო ისე, რომ უცოლოდ 8%-ზე შეინარჩუნა სეპმა. საინტერესო არის, როგორი არის საფინანსო ორგანიზაციების მოლოდინი, წელს როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რამაც მე პირდაპირ მნიშვნელოვან წელს უნდა გადაითარგმნოს თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტების ფასში. მოდით ასე ვიტყვით, შარშან კლებით ხასიათდებოდა ყოველ შემთხვევაში წლის დიდი ნაწილი, როგორც ასე ვთქვათ, საერთაშორისო დაფინანსების ფასები აგრეთვე ადგილობრივი, წელს ჩვენ უფრო შენარჩუნებას ველით საბაზისო სცენარში, ხო? ანუ ჩვენ ძირითადად ასე ვთქვათ, ორიენტირი არის, რომ მნიშვნელოვანი მერყეობები ალბათ არც გაძვირებისკენ და არც გაიაფებისკენ სავარაუდოდ არ იქნება, სანამ მთელი გლობალური ასე ვთქვათ, ფინანსური ბაზრები რაღაც სტაბილურობას არ შეიძენენ და ცხადია ეს მოქმედებს ახლა გლობალურად ყველგან. ელოდებით რომ შეიძლება ეროვნულ ბანკთან წლის განმავლობაში შენარჩუნება მოუწიოს განაკვეთის თუ აი რა ტიპის მოლოდინები გაქვთ? ახლა ჩემთვის რთულია რა თქმა უნდა, რომ მაინც რეგულატორმა უკეთიცის მთელი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ბევრ ფაქტორზე ასე ვთქვათ აგებს ამ ყველაფერს. ჩვენი საბაზისო სცენარი არის შენარჩუნება.
კი ბატონო, მინდა გკითხოთ ინვესტორებთან ურთიერთობაზეც და იმ აღქმებზე, რა სიტუაციაც არის ახლა ჩვენთან. ქვეყანაში დარწმუნებული ვარ, ნახსენებიც გაქვთ, რომ აი ამ პროცესში თუნდაც ის რომ თქვენ მიკრობანკად საბოლოოდ მიგიღოთ დასტური, აქტიური ჩართულობა იყო, ხო? უცხოელი ინვესტორების. თუ არის მათი მხრიდან რაიმე ტიპის კითხვები ან შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ან ზოგადად ახლა როგორ აფასებენ საქართველოს და ზოგადად ჩვენ საფინანსო სექტორს ის უცხოელი ინვესტორები, რომლებთან თქვენ გაქვთ ურთიერთობა? ცხადია, ჩვენ მუშაობა გვიწევს 20-ზე მეტი საერთაშორისო დამფინანსებელი პარტნიორი გვაქვს, ეს არის საკმაოდ მსხვილი ინსტიტუტები, როგორც არის ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, შესაბამისად გრძელდება ჩვეულებრივად ეს მუშაობა, უკვე საკმაოდ დიდი მოზიდვები გავაკეთეთ ხელმოწერილი კონტრაქტებით. როგორ გითხრათ, ანუ კითხვები სულ არის, ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, მოგესალმებათ, ბოლო 5 წელიწადი მსოფლიოში ბევრი კრიზისი იყო. ჩვენ მაინც დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან დივერსიფიცირებულები ვართ და დიდი მხარდაჭერა ქონდა, როგორც ახსენეთ, უშუალოდ ჩვენ ტრანსფორმაციის პროცესს, რომ ეს არ აისახება ნეგატიურად ჩვენს. და მიმდინარე წელს მოლოდინებთან დაკავშირებით მეკითხოთ, აი როგორ ელოდებით, რამდენად სწრაფად შეიძლება იგივე მიკრობანკებმა ეს პორტფელი გაზარდონ და მოთხოვნა თქვენ სეგმენტში რამდენად შეიძლება იყოს, მათ შორის ქვეყანაში შექმნილი მოვლენების ფონზე. აქაც მე შემიძლია საბაზისო სცენარი არის, რომ 15-დან 17%-მდე ზრდა ალბათ ჩვენი პორტფელის, რაც ძირითადში არ იქნება მხოლოდ იმით გამოწვეული, რომ მიკრომეწარმეების სეგმენტს გავაგრძელებთ მომსახურებას, არამედ მათ შორის ამ მცირე და საშუალო ბიზნესში შესვლა, სადაც ასე ვთქვათ, უფრო დიდი საჭიროებები შეიძლება იდგას კი არა და დგას პრინციპში, ხო, ლიზინგის პროდუქტები, სავაჭრო ბრუნვის დაფინანსება და მსგავსი. ახლა ცალსახად ყველას ჭირდება, როგორ გითხრათ, განჭვრეტადობა ნებისმიერ ბიზნესს და ამისი მოლოდინი ყველა სცენარზე ჩვენ რა თქმა უნდა ვმუშაობთ პარალელურად. იმედი გვაქვს ოპტიმისტური სცენარის და საბაზისო სცენარის. კი ბატონო, და როგორც აღნიშნეთ, ასე ვთქვათ, გემატებათ სეგმენტი შეიძლება საშუალო ბიზნესის, ფიქრობთ, რომ ამ მიმართულებაზე გააკეთებთ? დიახ. ჩვენი საუბრის ბოლოს ძალიან მოკლედ მინდა გკითხოთ, საუბარი ადრე პერიოდში იყო უფრო მეტად პარლამენტში განხილვის დროს ამ კანონის, რომ ხომ არ იქნებოდა საშუალება უცხოური ვალუტის დაკრეტების საშუალებაც ქონოდა მიკრობანკებს. ამაზე აღარ არის საერთო საუბარი, თუ აი შემდგომ პერიოდში აპირებთ გაქტიურებას? ამ ეტაპზე გაჩერებულია ეს დისკუსია, თუმცა არ გამორიცხა, რომ მომავალში ხელახლა დაიწყოს. თქვენ ფიქრობთ, რომ ეხლა თქვათ დამაკმაყოფილებელი იქნება ის ზღვარი, როგორც გაიზარდა 1 მილიონ ლარამდე, თუ აი მაინც მე ფიქრობთ, რომ შეიძლება უკვე სავალუტო დაკრეტების მიმართულებაც აქტიურად? მე გამიჭირდება ამას კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ ეს ისევ და ისევ მაინც ქვეყნის მაკროფინანსურ ნაწილზე არ დამოკიდებული, ლარში დაკრეტების ლიმიტი სად იქნება. დღესდღეობით მოგესალმებით 9 მილიონზე არის, ხო? ფინანსური ინსტიტუტებისთვის, მიკრობანკებში სპეციალური შეზღუდვა არის, რომ მილიონი ლარი არის და მხოლოდ ლარი არის, ასე ვთქვათ, ხო? ნახოთ. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ უკვე ახალი სტატუსით ბაზარზე ოპერირებისას. ილია რევია იყო ჩვენი სტუმარი, კრისტალის გენერალური დირექტორი.